1386 წლის ეს ბერდუჯის უღელტეხილის ამბავში რა მოხდა. ნუ რასაკვირველი არ ელოდებოდნენ ეს მოხდა მოულოდნელად, იმიტომ რომ ეს ჩასაფრება იყო. რასაკვირველია მამაშვილმა ეს 12000 კაციანი მხედრობა ამოჟლიტა და აი ზუსტად ეს გახდა. ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელსაც არ აქვს დეტალური ინფორმაცია. ალბათ შეიძლება უფრო რთული სამხედრო ოპერაცია ჩატარებული ვიდრე დიდგორის ბრძოლაში. რას ვამბობ ახლა? იმიტომ რომ 12000 მაყურებელს შეიძლება ესე რაღაცა მიჩვეული ეს რაღაცა ძალიან დიდ ციფრებს, მაგრამ აი თუნდაც დიდგორზე რა, დიახ, იმიტომ რომ ხომ მიჩვეულები არიან 600, 1000, 400, ნუ ეს საზოგადოებას არ ისმის უბრალოდ. 6 ნიშნებია. 6 ნიშნები არის, რა ვიცი, ალბათ თუ ნაპოლეონის ეპოქის ციფრები და არა შუა საუკუნეების. და არა შუა საუკუნეების და აი თუ გავეცნობით მაგალითად ინგლისის ისტორიას და დანიელების ანუ ვიკინგების ლაშქრობებს სულ იყო 1000, 2000 კაციანი, 3000 კაციანი ლაშქრობები და აი საშინელ დღეში აგდებდნენ მთელი ინგლისი, მოკლედ საშინელ დღეში აგდებდნენ. 12000 კაციანი ლაშქრობა ეს არის ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, სამხედრო უზრუნველყოფა. ახო გააჩნია ვინ მოდის? თან გაზრდილი იმ პერიოდში ალბათ ელიტური არმია, ხო? და დახოცო ესენი ისე რომ ჯერ როგორ გააგებინა გიორგი მეშვიდეს ეს რაღაცა ძალიან რთულად წარმოსადგენი რამაა და მეფე ამ დახოცვის დროს როცა მათ დაინახეს რომ ჩასაფრება მოუწყვეს და მეფე როგორ გადარჩა